საქართველოს სჭირდება გონიერი სახელმწიფოებრივი მართვა, მკაფიო იდეა იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება მომავალში გლობალურად არსებული მრავალგვარი გამოწვევები. მთავარი არის მშვიდობა, თანამშრომლობა და პრაგმატიზმი, ყველასათვის მომგებიანი შესაძლებლობების მოძიება, არა სასწავლების რწმენა, არამედ რეალისტური მიდგომების. ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მიმართვაში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა მსოფლიოში ძველი წესრიგის მნიშვნელოვან ღვევას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით ახალი დღის წესრიგის ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. ამასთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტექნოლოგიური, ეკოლოგიური და დემოგრაფიული სიახლეები. ჯეფრი საქსმა საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც პარალელურად ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის. ამერიკა განიხილავს რუსეთის მოთხოვნას ნატოს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. საუბარი არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. განცხადება ამის შესახებ კიტ კელოგმა გააკეთა. ჩვენ რუსეთის საპასუხოდ ვამბობთ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენ საზღვრამდე. აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში ABC News-თან ინტერვიუში. კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. კელოგის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში და ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი სულ მცირე 4 ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული დაპირებები, რომელიც წლების წინ გაიცა, არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირებები. მიუხედავად ამისა, ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ ეს მიმართულება და მიზანი და რეალურად დღესდღეობით შეიძლება ვთქვათ, რომ ნატო სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით საქართველოს გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა არის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალურ ეჭვებს, რომელიც არსებობდა იმასთან მიმართებაში, რომ ნატო არ იყო მზად მიეღო კონკრეტული სახელმწიფოები თავის წევრობაში. მოხარულები ვართ, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების დაუშვებლობის შესახებ ვლადიმერ პუტინის განმარტებები ესმით, მათ შორის ვაშინგტონში. ასე გამოეხმაურა კრემლის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადებას. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კიტ კელოგის განცხადება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დახურული მოლაპარაკებების შედეგია. პრეზიდენტი პუტინი თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მუდმივად გადასცემს ჩვენს პოზიციას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობის შესახებ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები ესმით, მათ შორის ვაშინგტონში, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 2 ივნის სტამბოლის მოლაპარაკებებზე ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებიც ჩავლენ და რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შეხვდებიან. ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთს მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ დრომდე არ წარუდგენია, რის გამოც უკრაინამ შესაძლოა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვას. უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის, თუმცა ის ჯერ კიდევ ველოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის დაპირებულ ტექსტს მოსკოვისგან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ თურქ კოლეგასთან ჰაკან ფიდანთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება თურქეთში შეხვედრებს, დაინტერესებულები ვართ, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდეს. გვინდა რომ ომი წელს დასრულდეს. დაინტერესებულები ვართ ზავის დამყარებით. უკრაინა ამ საკითხს რუსეთთან ღიად და პირდაპირ განიხილავს. ჩვენ ეს დავადასტურეთ რუსულ მხარესთან ჩვენი დელეგაციების ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე, აღნიშნა სიბიგამ.
რუსეთის დელეგაცია 2 ივნის სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით 2 ივნის სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ჩავა. ვადასტურებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია 2 ივნის სტამბოლში იქნება მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის. ის მემორანდუმის პროექტით და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სხვა წინადადებებით ჩავა, განაცხადა მარია ზახაროვამ.